1000-მდე ადამიანი ოშის ოლქის მთავრობას მათი უზრუნველად დაკარგული ნათესავების მოძებნაში დახმარებას თხოვს. ყირგიზეთის დროებითი მთავრობა კი უზრუნველად დაკარგულების შესახებ ზუსტ მონაცემებს არ ფლობს. ქალაქ ოშის მერის თქმით, დაკარგული ადამიანების რაოდენობა 400-ს აღწევს. ოშის მცხოვრებლებს გაუჩინარებული ნათესავების ძებნა თავად უწევთ. ოშის ოლქში მასობრივ არეულობებთან დაკავშირებით აღძრულია 90 სისხლის სამართლის საქმე და დაკავებულია 20 ადამიანი. დაკავებულთა შორის სნაიპერები, არეულობის პროვოკატორები და მონაწილეები არიან. დროებითი მთავრობის ხელმძღვანელი როზა უტუნბაევა ადასტურებს, რომ შეტაკებების დროს დაღუპულთა რიცხვი 2000-მდე აღწევს. ბრიტიშ პეტროლიუმის წარმომადგენლების განცხადებით, უახლოესი 6 კვირის განმავლობაში სპეციალისტები მექსიკის ყურეში მეორე დამატებითი ჭაბურღილის გათხრას დაასრულებენ. ბრიტიშ პეტროლიუმმა საზოგადოების კრიტიკის გამო ნავთობის ზღვრის შეჩერების ოპერაციის ხელმძღვანელი ტონი ჰეივორდი შეცვალა. ნავთობმომპოვებელი კომპანიის ბრიტიშ პეტროლიუმის წარმომადგენლების თქმით, უახლოესი 6 კვირის განმავლობაში სპეციალისტები მექსიკის ყურეში მეორე დამატებითი ჭაბურღილის გათხრას დაასრულებენ. ბრიტიშ პეტროლიუმმა ორი დამატებითი ჭაბურღილის ამოთხრა დაზიანებული ჭაბურღილიდან გადმოსული ნავთობის რაოდენობის შესამცირებლად დაიწყო. სამუშაოების დასრულების შემდეგ დაზიანებულ ჭაბურღილში სპეციალურ მძიმე სითხესა და ცემენტს ჩაასხამენ. ბრიტანულმა კომპანიამ ახალი ჭაბურღილის გათხრა 16 მაისს დაიწყო. ინჟინრების თქმით, ჭაბურღილის სიღრმე უკვე 3000 მეტრს აჭარბებს. კომპანიის წარმომადგენლების ვარაუდით, ეს ოპერაცია აგვისტოში უნდა დასრულდეს. მეორე ჭაბურღილის ხრა ბრიტანულმა კომპანიამ 4 მაისს დაიწყო და მისი სიღრმე უკვე 4800 მეტრია. ეს ინციდენტი ძალიან ტრაგიკულია. მე მოხარული ვარ, რომ ნავთობის ჟონვის შეწყვეტის ოპერაციაში მონაწილეობ, რადგან ეს კატასტროფა მხოლოდ მე არ მეხება. ის ჩემს ოჯახსა და მოგვიანებით სავარაუდოდ ჩემს შვილებსაც შეეხება. მექსიკის ყურეში მომხდარი ეკოლოგიური კატასტროფის ადგილას საცობი შეიქმნა. ნორმალურ პირობებში ბრიტიშ პეტროლიუმის ოპერაციის ადგილზე 3 ხომალდი უნდა იმყოფებოდეს, თუმცა ამჟამად კომპანიის თანამშრომლები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. ავარიის ადგილზე 60 გემია მობილიზებული. თუკი ოპერაცია გეგმის მიხედვით წარიმართება, ვიმედოვნებ, რომ მეორე ჭაბურღილის გათხრას აგვისტოში დავასრულებთ. მეცნიერების განცხადებით, ნავთობი, რომელიც ავარიული ჭაბურღილიდან მექსიკის ყურეში მიედინება, ბუნებრივი აირის დიდ რაოდენობას შეიცავს, რაც რეგიონის ეკოსისტემას სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის. ამიტომ ბრიტიშ პეტროლიუმის თანამშრომლები ზღვის ზედაპირზე აირსა და ნავთობს წვავენ. ჩვენი მთავარი მიზანი ნავთობის ზღვრის შეჩერებაა. მექსიკის ყურეში დაუღალავად მუშაობთ, რადგან ჩვენი მომავალი შემოსავალი სწორედ ამ გაჟონვის შეჩერებაზეა დამოკიდებული. მე მექსიკის ყურეში 29 წლის განმავლობაში მუშაობდი და მსგავსი რამ არასდროს გამომიცდია. ბრიტიშ პეტროლიუმმა საზოგადოების კრიტიკის გამო ნავთობის ზღვრის შეჩერების ოპერაციის ხელმძღვანელი ტონი ჰეივორდი შეცვალა. ჰეივორდის ნაცვლად მექსიკის ყურეში მიმდინარე სამუშაოებს კომპანიის მმართველი დირექტორი რობერტ დედლი უხელმძღვანელებს. ამერიკის შეერთებული შტატების ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, ბრიტიშ პეტროლიუმის ნავთობსადენზე მომხდარი ავარიის შედეგად მექსიკის ყურეში ყოველდღიურად დაღვრილი ნავთობის მოცულობა 5,5 მილიონ ლიტრს აღწევს. სპეციალისტები კი აცხადებენ, რომ მექსიკის ყურეში ყოველდღიურად 7,9 ლიტრი ნავთობი იღვრება. ბრიტიშ პეტროლიუმის ნავთობმომპოვებელ ბაქანზე ავარია 20 აპრილს მოხდა. მას შემდეგ მექსიკის ყურეში 185 მილიონამდე ლიტრი ნავთობი ჩაიღვარა. მექსიკის ყურის ინციდენტი შეერთებული შტატების ისტორიაში ყველაზე დიდი ინდუსტრიულ კატასტროფად შეფასდა, რომლის მასშტაბით 1999 წელს ალიასკას ნაპირთან ექსონ ვალდეტის ტანკერის გრევის შედეგებსაც აღემატება. ჩინეთის სამხრეთით მდებარე პროვინციებში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 132-ს მიაღწია. წინასწარი მონაცემებით 86 ადამიანი უზრუნველადაა დაკარგული. სტიქიის ზონიდან ევაკუირებულია მილიონზე მეტი ადამიანი. 13 ივნის დაწყებულმა წყალდიდობამ ჩინეთში 10 მილიონი ადამიანი დააზარალა, მათგან ნაწილი დაშავდა, ნაწილმა კი საკუთრება მთლიანად დაკარგა. ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გადაუღებელი წვიმის გამო მდინარეებში წყლის დონემ რამდენიმე მეტრით მოიმატა. წინასწარი მონაცემებით წყალდიდობის შედეგად
მიყენებულმა ზარალმა $1 მილიარდ გადააჭარბა. 当地政府的人告诉我，因为淤泥的清理需要一个很漫长的过程，包括他们全部的旅游。 და სპორტი. კამერუნის ნაკრების გულშემატკივრებმა პრეტორიის მოედანი გუშინ იმედგაცრუებულებმა დატოვეს. კამერუნი პირველი ნაკრებია, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატს გამოეთიშა. მიუხედავად იმისა, რომ მატჩის დასაწყისში კამერუნი აშკარად ლიდერობდა. თამაში დანიის სასარგებლოდ 2-1 დასრულდა. დანიის ნაკრების გამარჯვებამ ჰოლანდიის პლეი-ოფში მოხვედრა უზრუნველყო. მორიგ მატჩში დანია იაპონელებს შეხვდება. კამერუნის ნაკრების გულშემატკივრები ბრეტონის მოედანს იმედგაცრუებულები ტოვებენ. კამერუნი პირველი ნაკრები გახდა, რომელიც ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატს გამოეთიშა. მიუხედავად იმისა, რომ მატჩის დასაწყისში კამერუნი აშკარად ლიდერობდა, თამაში დანიის სასარგებლოდ 2-1 დასრულდა. დანიის ნაკრების გამარჯვებამ ჰოლანდიის პლეი-ოფში მოხვედრა უზრუნველყო. მორიგ მატჩში დანია იაპონელებს შეხვდება. კამერუნის ფეხბურთელებმა ანგარიში თამაშის მე-10 წუთზე გახსნეს. თავი სემუელ ეტომ გამოიჩინა. 33 წუთზე გოლი დანიის თავდასხმელმა ნიკლას ბენდტერმა გაიტანა. მოგება კი დანიის ნაკრებს დენის რომედალის გატანილმა გოლმა მოუტანა. მათ გოლის გატანის რამდენიმე შანსი ჰქონდათ, მაგრამ ვერ გამოიყენეს. აი ამან მოკლა მატჩი. კამერუნის ნაკრებმა შექმნილი შესაძლებლობები ვერ გამოიყენა. გულშემატკივრებმა დანიისა და კამერუნის თამაში 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ყველაზე შთამბეჭდავად და საინტერესოდ შეაფასეს. კამერუნმა 23 შესაძლებლობა ვერ გამოიყენა. 23 ეს ძალიან ბევრია. მათ ბევრი შანსი ჰქონდათ. შანსების 200% მათ მეორე ტაიმის დროს ჰქონდათ. ჩვენ მეკარემ გადაგვარჩინა.